დღეს წვიმის კაცზე და მის ბოლიდზე ვისაუბრებ, რომელმაც შეცვალა ავტოინდუსტრია. McLaren Honda MP4. ამ ბოლიდით 1988 წელს აირტონ სენამ პირველად იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა, რის შემდეგაც McLaren-შიც და Honda-შიც გადაწყვიტეს სუპერკარების წარმოება. Honda-მ 2 წელში შეძლო თავისი მიზნის მიღწევა და 1990 წელს გამოუშვა NSX-ი. ბრენდმა, რომელიც მანამდე მხოლოდ ბიუჯეტურ ავტომობილებს აწარმოებდა, შექმნა პირველი სუპერკარი, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის იყო იდეალური და რომლის სრულყოფაშიც ძალიან დიდი როლი მიუძღვის სენას. ის ეხმარებოდა Honda-s ინჟინრებს, რომ NSX-ი მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო სარბოლო ტრეკზე. 1992 წელს კი McLaren-მა წარადგინა F1, გორდონ მიურეის ნამდვილი შედევრი. ბრენდი, რომელსაც მანამდე სერიული ავტომობილი არასდროს უწარმოებია, უშვებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ სუპერკარს, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ამ ტიტულს ატმოსფერულ ძრავიან მანქანებში. უფრო ვრცლად ამ ორ ლეგენდარულ ავტომობილზე მომავალში ვისაუბრებ. ნახვამდის.